საინტერესო და მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ჩრდილოეთ კორეაზე. კორეის ომის შემდეგაც კიმ ილ სუნგს გაყვა მუდმივად ეს სურვილი იმისა, რომ აღედგინა კორეის ნახევარკუნძულის მთლიანობა, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც. სახეზე გვაქვს სამი თაობა კიმების, რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კიმ ჯონგ უნის შემთხვევაში რამდენიმე პრობლემა იყო. საკუთარ დედასთან ერთად შვეიცარიაში აქვს გატარებული მთელი თავის ბავშვობა და ახალგაზრდობა. შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეაში არ ყავდა დასაყრდენი გარემოცვა. რეალურად შიგნით პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია. საკვები ჩრდილოეთ კორეაში გამოიყენება როგორც პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი, ერთგვარი ბაუჩერული სისტემა, სადაც ადამიანები რეჟიმისადმი ლოიალობით იმსახურებენ წვდომას დამატებით რესურსებზე, მათ შორის საკვებ რესურსებზე. არის რაღაცა ნათელი წერტილი ჩრდილოეთ კორეის დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც აჩვენებს, რომ შეიძლება მომავალი უფრო უკეთესი და ნათელი იყოს მისი მოქალაქეებისთვის.